ხალხი უბედურებას რევოლუციამდე მიჰყავს და რევოლუციით უბედურებას აბრუნებენ. ეს სიტყვები ეკუთვნის საფრანგეთის რევოლუციის გენერალს და იმპერატორს ნაპოლეონ ბონაპარტის, როგორც ჩანს, მან ყველაზე კარგად გაათვითცნობიერა რევოლუციის შედეგი. მოკლედ, რას ნიშნავს ზოგადად რევოლუცია? რევოლუცია ნიშნავს ძვირფესვიანად გადატრიალებას. ძველი დრომოჭრული წყობილების ძალით დამხობა და ახალი წყობილების დამყარება. საზოგადოებრივი გარკვეული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობას, სწრაფი პოლიტიკური ცვლილებებს, პოლიტიკური რეჟიმის ან ხელისუფლების ცვლილება ძალადობრივად ან მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს რევოლუციას, ამაზე მისი მიმდინარეობის პროცესში არ ამიფიქრობს და არც არავის არ აინტერესებს. განსაკუთრებით წამყვან ლიდერებს, რომლებიც ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით გახლავთ შეპყრობილნი. რევოლუციის შედეგები თავად საქართველოსაც იწვნია საკუთარ თავზე. როდესაც 90-იანების სიბნელემ, სიღარიბემ და სიტუხჭირემ მოსახლეობა აიძულა ხელისუფლება რევოლუციის გზით ჩამოეშორებინათ, მაგრამ მოდით გადავავლოთ თვალი უახლოეს წარსულს და ვნახოთ რა შედეგები მივიღეთ ვარდების რევოლუციის შემდგომ და როგორ განვითარდა პროცესები. რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ სრული ძალაუფლება აიღო ხელში ახალგაზრდა და გამოუცდელმა კადრებმა, რომლებიც კანდიდების მანიამ შეიპყროს, სრულმა ძალაუფლებამ და შურისძიების წყურვილმა ისინი გარყვნა. საწყის ეტაპზე მოხერხდა რამოდენიმე სფეროში ნაწილობრივ წარმატებული რეფორმების გატარება, თუმცა რის ხარჯზე ამას ეხლა მოგიყვებით. პირველი, საკუთარ ჯიბეს მოარგეს ქვეყნის უმაღლესი კანონთაკრებული, ანუ კონსტიტუცია. სრულად მოხდა მასმედიების ოკუპაცია, დაიწყო განსხვავებული აზრის დევნა, გაჩნდა უამრავი პოლიტპატიმარი, დემოკრატიის ნიშნული კი ნულამდე დაეშვა. დაიწყო ბიზნესის ტერორი, კონკურენტების ფინანსური პოლიციის მეშვეობით მათი გაკოტრება, სამინისტროებში დავარებები და წილების გადაფორმება ჩინოვნიკებზე. გარდა ამისა, დაიწყო რეპრესიები საჯარო აღსრულების სისტემაში, სრულად პოლიტიზირდა პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია. ერთი სიტყვით, ვარდების რევოლუციის შედეგი გახლდათ ქვეყანაში ყოველი მესამე პრობაციონერი და ყოველი მეოთხე პატიმარი. გაკოტრებული ბიზნესი, მოშლილი სასამართლო სისტემა და უამრავი გაუბედურებული ოჯახები, რომლებიც დღემდე ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას, თუმცა უშედეგოდ. როგორც ჩანს, რევოლუციის უნით გასასტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ხშირად ვაწყდებით რევოლუციისკენ მოწოდებებს, ამა თუ იმ ოპოზიციური ლიდერებისგან, რადგან გამიზნული აქვთ ყველანაირი გზით ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. მე იმედს ვიტოვებ, რომ გონიერებას გამოიჩენს ჩვენი ხელისუფლება და ძალაუფლების დაკარგვის შიშით უარს არ იტყვის იმ ღირებულებებზე და მონაპოვარზე, რომლებიც ქართველმა ხალხმა 2012 წელს შეძლო. იმედია მომავალში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რამაც მოსახლეობა შეიძლება ბიძგიმისეს ახალი რევოლუციის მოსახდენად და ამით ქვეყნის არაკეთილ მოსურნეებმა ისახებდნენ, რადგან კიდევ ერთ რევოლუციას საქართველო ვერ გადაიტანს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩემო ძვირფასო მეგობრებო იმას, რომ რევოლუციის საფასურს არა მისი თანამონაწილეები, არამედ იხდის ქვეყანა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.